მოგესალმებით ბატონო ვატო, პირველ რიგში მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა დაინტერესებისთვის, მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენი ტელევიზიის, თქვენი გადაცემის მაყურებელს. როგორ შეაფასებდით წინა საარჩევნო გარემოს? თუ გადავხედავთ წინა წლების არჩევნებს, რითი განსხვავდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წინა წლებისგან? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ძალიან არასტანდარტული, უჩვეულო წინა საარჩევნო პერიოდი გვაქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, გამომდინარე იქიდან, რომ კამპანიას აწარმოებს მხოლოდ ერთი პარტია, ეს არის ქართული ოცნება, სახელისუფლებო პარტია, მხოლოდ მას აქვს საზოგადოებასთან კომუნიკაცია, მხოლოდ ის ლაპარაკობს პროგრამაზე და სთავაზობს სამორჩეველს კონკრეტულ ხედვებს, გეგმებს, პრიორიტეტებს, განსხვავებით ოპოზიციისგან, კოლექტიური ნაცმოძრაობისგან, ეხლა 5 იქნება 4 ნომერი 25 თუ 9 კოლექტიური ნაცმოძრაობისგან, რომლებიც არ აწარმოებენ არანაირ კამპანიას, ის მათ არ აქვთ კომუნიკაცია ხალხთან, საზოგადოებასთან. ისინი დააჯერეს, ესე ვთქვათ, გარე პატრონებმა, რომ შედეგის მიუხედავად და ქართველი ხალხის ნების მიუხედავად ისინი მათ დანიშნავენ საქართველოს ხელისუფლებად. იცით თქვენ უკვე საუბარი მიდის ტექნიკურ მთავრობაზე და უკვე იყოფენ ერთი ჭიდილი არის პრემიერ-მინისტრის ბჭყალებში, რა თქმა უნდა, სასაცილო ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი ბჭყალებში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე. ისინი დარწმუნებული არიან, როგორც თვითონ ქვეყნის შიგნით მოქმედი აგენტურული ქსელი, ისე მათი პატრონები ქვეყნის გარეთ, რომ მათ არჩევნების გზით, დემოკრატიული გზით არანაირი შანსი არ აქვთ იმისა, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ და მათი რეიტინგი დღეს გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე თუნდაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდათ. შესაბამისად, ისინი ემზადებიან დესტაბილიზაციისთვის, ისევ რევოლუციური სცენარისთვის, მზადდება ნიადაგი იმისათვის, რომ ეს ძალიან შვიდი, ნორმალური, თავისუფალი საარჩევნო გარემო შეფასდეს როგორც არასამართლიანი და არადემოკრატიული და ეს გამოყენებული იქნას იმისათვის, რომ ნიადაგი მომზადდეს შემდგომ ქუჩის არეულობებისთვის. გვახსოვს ეს იგივე სცენარია, როგორიც იყო 2020 წელს, როდესაც მათი ერთ-ერთი NGO-ს, რომელსაც ალბათ ირონიულად დაარქვეს სამართლიანი არჩევნები, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ორგანიზაციამ გააყალბა პარალელური ხმის დათვლის პროცესი, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი ბჭყალებში დოკუმენტი დავარქვათ, არგუმენტი ოპოზიციის ხელში და მათი პატრონების ხელში, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, შეიქმნა კრიზისი, არ შედიოდნენ პარლამენტში და საბოლოო ჯამში მივედით ძალიან მძიმე პროცესებამდე, გულისხმობ იმას, რომ აქ ჩვენ შარლ მიშელმა და ქვეყანაში ჩამოსულმა ევროპელმა ბიუროკრატებმა გადაგვიწყვიტეს შარლ მიშელის დოკუმენტი და შედგა კონსტიტუციაზე მაღლა დააყენეს, ხო გახსოვთ ეს დოკუმენტი, სამწუხაროდ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ამაში მაშინ ქართული ოცნებაც ჩაითრიეს, იმიტომ რომ ხელოვნურად შექმნეს კრიზისი და ველოდებით ანალოგიურს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს 2020 წლისგან განსხვავებით გაცილებით სხვა პოლიტიკური რეალობა გვაქვს ქვეყანაში და არა მარტო ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთაც. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მათ ექნებათ გაცილებით ნაკლები რესურსები, გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა იმისა, რომ თუნდაც ხელოვნურად შექმნან რამოდენიმე თვიანი კრიზისი, რასთანაც 2020 წელს ჰქონდა საქმე. რამდენად და რითი არის მნიშვნელოვანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები? არ ვიქნები, არ გადავაჭარბებ ესე ვთქვა და ეს არ არის უტრირებული ნათქვამი, ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი საქართველოს ფიზიკურად გადარჩენა არ გადარჩენის არჩევნები. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის ომის დაწყებიდან 2 წელი და 6 თვეზე მეტია გასული. უკრაინას ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი, პირველ რიგში ეს არის ადამიანური რესურსი. სამწუხაროდ იქ არის უდიდესი მსხვერპლი, ასეულობით 1000 ადამიანი არის დაღუპული, დასახიჩრებული, დაჭრილი. ათეულობით მილიონი არის მიგრირებული, გასულია ქვეყნიდან, ტოლვილად არის ქცეული. მათ აღარ აქვთ არანაირი რესურსი, მათ შორის დასავლეთშიც მათ მხარდამჭერებს ეწურებათ რესურსები ფულისა და იარაღის იმისთვის, რომ
გააგრძელონ უკრაინის დახმარება. იცით რომ საუბარი მიდის გაწვევის ასაკის შემცირებაზე 18 წლამდე დაწევაზე. ძალიან მჭირდება დღეს იმ ძალებს, ვინც დაინტერესებულია ომის გახანგრძლივებით საქართველოსთან მეორე ფრონტის გახსნა. ეს არის რეალური საფრთხე. ეს ყველაფერი ხელის გულზეა. ხედავთ როგორ პირდაპირ რეზოლუციებში წერენ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერენ გეგმას თუ როგორ უნდა მივიდეს საქართველოს რუსეთთან საომარ დაპირისპირებამდე. გულისხმობ იმას, რომ ჩვენ მოგვიწოდებენ პირდაპირ რუსეთს დაუწესოთ სანქციები, მაშინ როდესაც თავად ევროპამ დღეს უკვე 2 წელიწადნახევრის შემდეგ აღიარა, რომ ეს სანქციები არ გამოდგა ეფექტიანი და ადრესატის ნაცვლად, ანუ რუსეთის ნაცვლად დააზიანა თავად ევროპა და ევროპის წამყვანი სახელმწიფოები, თუნდაც ყველაზე ნათელი მაგალითი ამისა არის გერმანია, რომლის ეკონომიკაც იყო ლოკომოტივი ევროპის კონტინენტზე. წელს 2024 წელს გერმანია რეცესიით დაასრულებს მიმდინარე წელს, ხოლო სანქციების ადრესატი რუსეთი 3.6%-იანი ეკონომიკურ ზრდას დააფიქსირებს. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ პატარა ქვეყანას მოგვიწოდებენ, რომ რუსეთს დაუწესოთ სანქციები, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ჩვენი პირდაპირ ეკონომიკური სუიციდის ჩადენისკენ მოწოდება, გამომდინარე იქიდან, რომ ამით ჩვენი ქვეყანა დაზიანდება და ეს იქნება კიდევ ერთი, გარდა იმისა, რომ ეკონომიკური კრიზისი შეიქმნება, ეს იქნება კიდევ ერთი მაპროვოცირებელი იმისა, რომ საქართველოს რუსეთთან შევიდეს სამხედრო დაპირისპირებაში. აი ამაზე მოგვიწოდებენ პირდაპირ. დღეს არჩევანი დგას, იქნება დამოუკიდებელი სუვერენული ქართული სახელმწიფო, თუ იქნება ვასალი სახელმწიფო იმათ ხელში, ვისაც სურს ჩვენი ქვეყანა მართოს, ისე როგორც მათ ჭირდებათ, როგორც მათ გლობალურ ინტერესებს ჭირდებათ. ამიტომ ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები და ძალიან მაღალი შედეგი, ძალიან მაღალი მხარდაჭერა ქართული ოცნების ხელისუფლებისა ამ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ახლა კი გადავიდეთ სოსის განცხადებაზე. მოსალოდნელია თუ არა მსგავსი პროვოკაციები, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობს? გამომდინარე ყველა ზემოთ განხილული გარემოებიდან, გულისხმობ იმას, რომ მათ არანაირი შანსი არჩევნებში წარმატების მიღწევის, არათუ გამარჯვების, არამედ სოლიდური შედეგის დადებისაც კი არ გააჩნიათ. ცხადია, მათ დარჩათ მხოლოდ და მხოლოდ მათი ხელწერის ისევ ამუშავების შანსი, რაც არის ფეიკი, ტყუილი, სიცრუე, პროვოკაცია, ფალსიფიკაცია, ცილის წამება, ეს არის მათი ხელწერა და შესაბამისად დამაჯერებელია სუსის განცხადება გამომდინარე იქიდან, ჩვენ ვიცით ვისთან გვაქვს საქმე, ხო? ეს მათი ხელწერა იყო ხელისუფლებაშიც, ფარული ჩანაწერები, უთვალთვალებდნენ ყველას, ოჯახებში უვარდებოდნენ, პირადი ცხოვრება არ იყო ადამიანის დაცული, გახსოვთ ყველას, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ტელეფონზე საუბრის ეშინოდათ და ეს არის მათი სტილი, მათი ხელწერა. დღესაც ისინი მონტაჟით, ტექნოლოგიების გამოყენებით, 1000 манипуляციით აგრძელებენ იგივეს კეთებას და შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ სასოწარკვეთაში ყოფმა ოპოზიციამ და მათმა პატრონებმა წინასაარჩევნოდ ჭყალებში გარკვეული სიურპრიზები შემოგთავაზოს, რომელსაც ცხადია ვერ ექნება ვერანაირი გავლენა ამორჩევლის ნებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე, არამედ ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ ვისთან გვაქვს საქმე, რა ძალასთან გვაქვს საქმე და რა გეგმები აქვთ მათ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში კვლავ თეორიულად ვთქვათ დაბრუნდებიან. და ბოლოს მინდა შევეხო ამ კვირის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას, ნეიტრალური საქართველოს განცხადებას, რომელმაც პოლიტიკურ სპექტრში ნებათა ხელვა გამოიწვია, მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენლები არ დაგეთანხმდნენ. ეს არის განცხადების ის ნაწილი, სადაც თქვენ აღნიშნავთ, რომ ნაციონალური მოძრაობის გარდა მისი ამომრჩევლებიც უნდა გასამართლდნენ. რას გულისხმობთ ამ ინიციატივაში და როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესების განხორციელება? ჩვენ 2012 წელს ქართველი ხალხის და
ვიძინა ივანიშვილის თაოსნობით ქართული ოცნების გამარჯვების შედეგად მოძალადე რეჟიმი, ნაციონალური მოძრაობის მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ. შემდგომში მთელი ამ წლების განმავლობაში არაერთმა მაღალი თანამდებობის პირმა აგო პასუხი ჩადენილი დანაშაულებისთვის. ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო ზომიერი, ესე ვთქვათ, ადეკვატური სასჯელი მათთვის, მაგრამ რასაც ითვალისწინებდა საქართველოს კანონმდებლობა, გარკვეული სასჯელები მათ მოიხადეს, ზოგმა 6 წელი, ზოგმა 9 წელი. გასამართნენ ჯალათები, ეგრეთ წოდებული ძალოვანი მინისტრები, მერაბიშვილი, ახალაია თუ სხვები. მაგრამ ვერ მოხდა უკვე დღეს უკვე ნათელი მიზეზების გამო ამ დანაშაულებრივი ძალის კოლექტიური პასუხისგებლობის დაყენება, პოლიტიკური პასუხისგებლობის დაყენება და მათი აგრძალვა საზოგადოებრივი პოლიტიკური სივრციდან. სხვა შემთხვევაში თუ ისინი დარჩებიან საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში, ვერ მოხდება გაჯანსაღება ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური გარემოსი, ვერ მოხდება გარღვევა ეკონომიკური, დემოკრატიული თუ სხვა თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს არის სიმძიმე, რომელიც აწვება ჩვენ ქვეყანას, რომელიც არ აძლევს საშუალებას განვითარების, ამოსუნთქვის. აი 12 წელს რო გადავხედოთ, გასულ 12 წელს ოპოზიციაში, აღარ ვლაპარაკობ იმაზე თუ რა ჩაიდინეს მთელი 9 წლის განმავლობაში, როდესაც სახელმწიფოს სახელით და სახელმწიფო ინსტიტუტების ხელით ძალადობდნენ ადამიანზე. ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ 12 წელიწადზე, რომელიც არის მათი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდი. ისინი იმდენი პოლიტიკური კრიზისი, იმდენი დესტაბილიზაციის მცდელობა, იმდენი არეულობა, იმდენი ესე ვთქვათ ღრიე სიტუაციის მოწყობის მცდელობა ჰქონდათ, რომ ალბათ რთული დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი ერთ პატარა სახელმწიფოში 12 წლის განმავლობაში 12 წლის პერიოდში მოხდა, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია, ჰქონდა ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ჰქონდა უმძიმესი მემკვიდრეობა, რაც დაგვიტოვა ნაციონალურ მოძრაობამ და ამას ემატებოდა, წარმოიდგინეთ, ეს მუდმივი რყევები, დესტაბილიზაცია, რევოლუციები, ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რთული დასაჯერებელია, რომ ეს აი ამ პატარა სახელმწიფოში ამ მოკლე 10 წლიან პერიოდში მოხდა და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათ ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს ხელისუფლების დაბრუნება რევანშის გზით, მაგრამ ესე გაგრძელება აღარ შეიძლება, იმიტომ რომ ნებისმიერი, რა ვიცი, ყოფითი კრიმინალური შემთხვევა თუ ტრაგედია, უბედურება მათ ხელში შეიძლება გახდეს იარაღი იმისათვის, რომ ხელისუფლება დაამხონ, დაიბრუნონ ძალაუფლება, გააგრძელონ ისე დანაშაულების ჩადენა და საბოლოო ჯამში თავარ მიზნამდე მივიდნენ, რაც მათი დაკვეთა არის ქვეყნის გარედან, რომ საქართველოს ჩართონ ომში. ამისათვის აუცილებელია, რომ თითოეულმა ამორჩეველმა, თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ იცოდეს, ვის აძლევს ხმას. აქ აღარ არის 2003 წელი, როდესაც არ ვიცოდით, ვისთან მქონდა საქმე და რაღაცა ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფს ხედავდა ქართველი ამორჩეველის დიდი ნაწილი, ხო? ეს არის სისხლიანი ძალა, რომლის სისტემური დანაშაულები აქვს დამტკიცებული არა მხოლოდ ქართულ სასამართლოებს, არამედ საერთაშორისო სასამართლოებს. ძალიან ნათელი და მკაფიოა მათი დანაშაულები, რომელიც ჩადენილია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეს რომ ადამიანი კიდევ ამ ძალას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ახლა აღარ ჩამოვთვლი, ხო, 5 იქნება 9, 25 თუ 4 ნომრით, კოლექტიურ ნაცმოძრაობას აძლევს ხმას, მან უნდა იცოდეს, რომ ჩადის დანაშაულს. და რადგან ჩადის დანაშაულს, ის უნდა ელოდეს ამისთვის პასუხისგებას. დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. მადლობა თქვენ.